take the red pill, you stay in Wonderland, and I show you how deep the rabbit hole goes. მარველის ერთმანეთთან დაკავშირებული სამყაროს გაჩენამდე არსებობდა სტივენ კინგის უფრო ფრაგმენტული, თუმცა ცალსახად საზიარო ელემენტები და კონცეფციებით სავსე სტივენ კინგის სამყარო. საერთო პერსონაჟებით, ქალაქებით თუ უბრალოდ სიუჟეტზე მინიშნებით, რომელთა უმეტესობა ერთიანდება წიგნების სერიაში Dark Tower. ეს წიგნები ქმნიან ერთიან ქსელს, სადაც დამაკავშირებელი ძალა არის სწორედ ნათება. ეს ექსტრასენსორული ტელეპათიური უნარია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს დაამყაროს გონებრივი კავშირი სხვებთან და დაინახოს წარსული თუ მომავალი მოვლენები. ნათება სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ეს არის წინასწარმეტყველება, ტელეპათია, ინფორმაციის აღქმის უნარი დროისა და სივრცის მიღმა. When you look up at the night sky, it can tell you stuff about your future. ზოგჯერ ხდება ტელეკინეზის და პიროკინეზის ფორმით. I know certain things, see certain things. Some think of it as a gift, but to me it's always been a burden. So what happens when you touch people? რაც ნიშნავს გონების ძალით მატერიალზე ზემოქმედებას და ცეცხლის გაჩენას. თავად ნათებაც წიგნის ვერსიაში სწორედ ასე სრულდება. სასტუმრო იწვის. თუმცა მაგალითად მწვანე მილში ნათება არის ძალა, რომელიც დაავადებას კურნავს. ნათების სიკველში დოქტორ სლიპში დენი ეხმარება ტერმინალურ პაციენტებს ტრანზიციაში, როგორც სიკვდილის ანგელოზი. Dr. Sleep. Dark, I am so scared it's gonna hurt, or be dark, or be nothing at all. And I don't want Nothing to be scared of. Just going to sleep. Finally, true, restful sleep. Oh, thank you. Thank you, Doc. ეს უნარი რატომღაც სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია ბავშვებთან. ან მათთან ბევრად ძლიერია. ისინი ან ფლობენ ამ ძალას, ან მისი მსხვერპლი ხდებიან. ძალის შემთხვევაში ნათება ჩნდება ან ძლიერდება როგორც საფასხო რეაქცია ტრამვაზე, დაძაბულ და სტრესულ გარემოში. თითქოს ძალა იბადება კრიზისში. ბავშვები აღიქვამენ რეალობის სხვადასხვა შრეს, რასაც ზრდასრული ადამიანები ახშობენ ან სოციალური ფილტრის გავლენით ყურადღებას აღარ აქცევენ. ხოლო როგორც ბოროტება, ის წარმოდგენილია როგორც არამიწიერი კოსმოსური ძალა, რომელიც ფორმას იცვლის. მათი ძირითადი დამაკავშირებელია მამაკაცი შავში. ის ხშირად არის ციკლური. მაგალითად, ელ-კუკუ ან პენივაიზ ბრუნდებიან 27 წლიანი ციკლებით, რათა შიმშილი დაიგმაყოფილონ. აქ ბევრად შორს შეიძლება წასვლა. ბავშვების მიმართ კანიბალიზმი, რიტუალური მსხვერპლშეწირვა და ოკულტური ტრადიციები, როგორც ზებუნებრივი ძალის უკდავების და ახალგაზრდობის მომნიჭებელი. რაც ფრაგმენტულად ნაჩვენებია სხვადასხვა წიგნში. You don't eat flowers, But you do. but these are special. Honey, it's the special ones that taste best. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ აღწერილია შუა საუკუნეების ფოლკლორში, ზღაპრებში და აქვს რეალური ისტორიული საფუძვლები. იგივე ჰენზელი და გრეტელი ეფუძნება ევროპის მძიმე პერიოდებს, განსაკუთრებით შიმშილის ეპიზოდებს მე-14 და მე-17 საუკუნეებს შორის, როდესაც გადარჩენა ხანდახან ადამიანურ ზღვარს ცდებოდა და ყველაზე საშიში ადგილი შესაძლოა სწორედ საკუთარი ოჯახიც კი ყოფილიყო. როგორც დიკ ჰალორანი გვიხსნის, ზოგიერთი მოვლენა დიდი ხნის შემდეგაც ტოვებს კვალს, როგორც დამახსოვრებული პროგრამა. სასტუმროსაც აქვს თავისი ნათება. სასტუმრო პირდაპირ მნიშვნელობით გადანათებულია, სრულიად არასაჭირო სინათლის წყაროებით. ეს უნარი აქვს თავად მზარეულსაც, რომელიც დენის საფრთხეს ფლორიდაში გრძნობს და მიემგზავრება მის დასახმარებლად. არსებობს მოსაზრება, რომ ჯეკსაც აქვს ეს უნარი და ის როგორღაც მემკვიდრეობით გადაეცემა. სტივენ კინგის სამყაროში რეალობა თითქოს იმთავითვე დამუხტულია ამ ენერგიით, რომელიც ენერგიის შენახვის პრინციპით არსად იკარგება, ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. Overlook კი მოქმედებს როგორც კომპიუტერული პროგრამა, ტორენსები როგორც მონაცემები. სისტემას აქვს ერთი მიზანი, თვითშენარჩუნება გამეორების გზით. რომანის მეორე ნაწილში ეს უნარი ბევრად ძლიერი იარაღად იქცევა და აღმოვაჩენთ, რომ ის კაცობრიობის ისტორიასავით ძველია. Eat well. Live long. You must be lonely, being the last one. I mean, the last one in the world. Sweetie, I'm not the last. Far from it. დენი სწორედ ამ განმეორებადი პატერნის დაშლით გადარჩება, როდესაც საკუთარ ნაკვალებში უკუღმა დაიწყებს სიარულს, როდესაც ამ სისტემის მიერ შემოთავაზებულ თამაშზე უარს ამბობს. აქ კუბრიკი აჩენს იმედს, ან ცდილობს მიგვანიშნოს, რომ სისტემიდან თავის დაღწევა შესაძლებელია თუ მის პროგრამას არ მიხვები. დასაწყისში ტიტრები დროის დიდ მონაკვეთებს აღნიშნავს, ბოლოს კი საათებს.
თითქოს დრო იგუმშება გარდამავალის მოლოდინში, რაც არის მუდმივი ძალადობა, სისხლისღვრა, სუსტების ჯაგრა და ძლიერთა დაუსრულებელი კვლავდაბრუნება. უამრავ თეორიას შორის ყველაზე პოპულარულიც და ცალსახად ყველაზე აშკარად სწორედ ეს არის. ადგილობრივი ამერიკელების ხოცვა და ებრაელების გენოციდი. White man's burden, Lloyd, my man. White man's burden. ბევრი მკვლევარი, განსაკუთრებით კი ჯეფრი კოქსი, თავის წიგნში The Wolf at the Door ამტკიცებს, რომ ნათება კუბრიკის დაფარული ფილმია ჰოლოკოსტზე. არგუმენტები ძირითადად ეხება ვიზუალურ სიმბოლიზმს ფილმში, გერმანულ საბეჭდ მანქანას ადლერს, რომელიც ფილმის მსვლელობისას ასევე ფერსაც იცვლის. ცნობისთვის ეს კუბრიკის პირადი საბეჭდი მანქანაა, ფერის ცვლილება კი ზოგჯერ განათებას და კამერის ცვლილებას უკავშირდება. ადლერი გერმანულად ნიშნავს არწივს და წარმოადგენს ნაცისტური პარტიის სიმბოლოს, თუმცა არწივი ხშირად ჩანს ფილმში როგორც ამერიკის სიმბოლო. ასევე რიცხვი 42, რომელიც დაკავშირებულია ჰოლოკოსტთან, რადგან სწორედ 1942 წელს დაიწყო ნაცისტურმა რეჟიმმა ებრაელების მასობრივი ხოცვა. ფილმში კი ეს რიცხვი ჩანს დენის მაისურზე. ტელევიზორში აჩვენებენ პროგრამას 42 წლის საფხული. ოთახი 227, ციფრების ნამრავლი არის 42 და პარკინგზე ჩანს 42 მანქანა, რაც ბევრჯერ გადავთვალე და ნამდვილად 42-ია, თუ არ ჩავთვლით კუთხეში კიდევ 3 მანქანას. გრეიდი ჯეკს ეუბნება, რომ მან ოჯახი უნდა შეასწოროს. My girls, they didn't care for the Overlook at first. One of them actually stole a pack of matches and tried to burn it down. But I corrected them, sir. And when my wife tried to prevent me from doing my duty, I corrected her. ეს არის გაწმენდის ფაშისტური ენა. სასტუმროს სურვილი იყო სუფთა და წესიერი ასახავს ფაშისტურ შეპყრობას წესრიგითა და უწმინდურების მოცილებით. საინტერესოა, რომ სერიული მკვლელების ფსიქიკა ამ უკიდურესობებს შორის მოძრაობს. We see a deadly sin on every street corner, in every home, and we tolerate it. We tolerate it because it's common. It's trivial. We tolerate it morning, noon, and night. Well, not anymore. ბიუროკრატიული წესრიგის თუ იდეალური რუტინის ან სისუფთავის შემდეგ მკვლელი იღებს ერთგვარ ჯილდოს, მსხვერპლის სახით. My name is Patrick Bateman. I'm 27 years old. I believe in taking care of myself, in a balanced diet, and a rigorous exercise routine. Huey released this. 4, their most accomplished album. I think their undisputed masterpiece is Hip to Be Square. A song so catchy, most people probably don't listen to the lyrics. But they should, because it's not just about the pleasures of conformity and the importance of trends. It's also a personal statement about the band itself. Hey, Paul! ჯეკის პარანოიდულად განმეორებული ფრაზა, რომ მხოლოდ მუშაობა და არავითარი გართობა ჯეკს იდიოტად აქცევს, ალბათ ამაზე მინიშნება. მაგალითად, გერმანულ ვარიანტში აქ არის ფრაზა, რომ ის რაც შეიძლება გააკეთო დღეს, არ გადადო ხვალისთვის. თანამედროვე სამყაროს მოთხოვნები, რომელიც ადამიანს არ აძლევს მოდუნების საშუალებას, ითხოვს მისგან მუდმივ პროდუქტიულობას, მაშინ როდესაც ჯეკს შემოქმედებითი კრიზისი აქვს. ლარს ფონ ტრიერის ფილმში მკვლელობა პოეზიის რანგში არის აყვანილი. მსგავსი ობსესიურ-კომპულსური აშლილობა და წესრიგის თუ სისუფთავის ისტერია, რასაც მოყვება შემდგომ ქაოსი, დანაწევრება და ბევრი სისხლი. Engineer or architect? What I see is an OCD patient in full bloom. Ordnungszwang, Jack, to use a good German word. Yes, perhaps it is. In any case, true that I suffered from compulsions as a child. I was completely hysterical about cleaning and could never leave a room that wasn't perfectly neat and clean, a standard that was difficult to maintain in the walk-in freezer. The loser has to keep America clean. How's that? All right. You're gonna lose. ჯეკი, რომელიც გვამებისგან სახლს აშენებს, ერთგვარი მინი ვერსია, უფრო ორგანიზებული და მასშტაბური სისასტიკისა, რომელიც არა მხოლოდ თეთრი კაცის კისერზეა. რუანდის გენოციდი ან იაპონიის მიერ მოწყობილი ეგრეთ წოდებული აზიური ჰოლოკოსტი ჩინეთში. ჰოლოდომორი უკრაინაში თუ სომხების გენოციდი ან სულად საკუთარი მოსახლეობის ხოცვა ეთნიკური და კლასობრივი ნიშნით კამბოჯაში. მაგრამ თეთრი კაცის ტვირთი აქ ასევე ასახავს ჯეკის ფარისევლობას. I suppose I ought to try to do some writing first.
ის რეალურად არაფერს აკეთებს, მხოლოდ მეორეობს, არ მუშაობს, მხოლოდ საკუთარ გონებაშია გაჭედილი და ჩაკეტილ ლუპზე წერს ერთსა და იმავე წინადადებას. Whether you don't hear me typing, what the fuck you hear me doing in here, when I'm in here, that means that I am working. That means don't come in. მაშინ, როდესაც სხვები მის საქმეს აკეთებენ, ეს თეთრი კაცი უბრალოდ ჭმუნვაშია. ალკოჰოლ დამოკიდებულის და ზოგადად ნებისმიერი ადიქციის დაწყევლილი წრეც სწორედ ამას იმეორებს. ადამიანი ებრძვის პრობლემას იმის გამეორებით, რაც რეალურად ამ პრობლემის შემქმნელია. I did hurt him once, okay? It was an accident. კუბრიკი გვეუბნება, რომ ინტელექტუალური სამუშაო და ეგრეთ წოდებული overthinking-ი არნიშნავს რეალურ ინტელექტს, რადგან ის ჩაკეტილი წრეა, მაშინ როდესაც რეალური ინტელექტუალური სამუშაო პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული. საკუთარ თავზე ფიქრში ჩაფლული ადამიანი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ იფიქროს უფრო ნაკლები და ამისთვის მხოლოდ იმას აკეთებს, რომ აგრძელებს ფიქრს მოქმედების ნაცვლად. ჯეკს უბრალოდ ცნება უნდა დაერეგულირებინა გათბობის ქვაბში. ფილმი რეალურად აჩვენებს გადაწყვეტილების მიღები ადამიანების უუნარობას, უბრალოდ გაანიავონ საკუთარი ეგოიზმი. ვენდი გადარჩება, ჯეკი კი იღუპება, რადგან ის უსმენს მხოლოდ საკუთარ თავს. ვენდი კი საკუთარ შიშებს. ის ეგუება საშინელებას, ეძებს გასასვლელს და იცავს შულს. გადარჩენა არის გამძლეობა, სწორედ ისე როგორც აგრესორის წინააღმდეგ იბრძვიან პატარა ერები თუ სხვადასხვა ჯგუფები. ბილ ულმანის თქმით, სასტუმროს ბევრი გამორჩეული სტუმარი ჰყოლია, პრეზიდენტები, მსახიობები, ელიტური სასტუმრო მასპინძლობს სტუმრებს ადგილობრივი ამერიკელების სასაფლაოზე. ჩვენ აღარ უყურებთ მხოლოდ ჯეკ ტორენსის სიგიჟეს, უყურებთ ცივილიზაციის სიგიჟეს, რომელიც მდიდრული წარმოდგენებით ცდილობს გადაფაროს სისასტიკე და უთანასწორობა. ბოლო დროს მიმდინარე გლობალური პროცესები ამ ზღაპრის გაგრძელებაა. ზედაპირზე ამოსული დანაშაულებრივი ჯგუფების ელიტის, მმართველი კლასის რეალური სახე, რაც თითქოს ისედაც ყოველთვის ვიცოდით ქვეცნობიერად. კუბრიკის მორიგი ფილმი ფართო დახურჭული თვალებიც ამ იდეის გაგრძელებაა, სადაც სხვადასხვა ჩანს შაინინგის პოსტერი. იმდენად არის ეს მოდელი ჩვენს ფსიქიკაში ჩანერგილი, რომ იმთავითო მოელი რაღაც ამაზრზენს და სასტიკს ყველგან, სადაც ძალაუფლებას ხედავ. There's something deeply f***ed up with you. სასტუმროს სახელიც ამას მიანიშნებს. ის, რაც შესაძლოა ხვირწინ გვაქვს, მაგრამ ვერ ვხედავთ. ოვერლუკი არის მუზეუმი ყველა იმ დანაშაულისა, რომლის დავიწყებაც გვიცდია. მუსიკის ტექსტიც, რომელიც ფონად გასდევს ოქროს დარბაზს, სწორედ ამას იმეორებს. დეკორატიული, ლამაზად შეფუთული არისტოკრატია, რომელიც ყველაფერს ივიწყებს. ბოლოს ფილმიც მათივე აპლოდისმენტებით სრულდება. ჯეკ ტორენსი კი არის ამ ძალის რეინკარნაცია, შემდგარი მწერალი, კასტრირებული შემოქმედებითად და სოციალურად, რომელსაც სურს ელიტის ნაწილი იყოს. ნება ბრმა და უცხრომელი ძალაა, რომელიც გვტანჯავს იმით, რომ მუდმივად გვაიძულებს გვინდოდეს ის, რასაც ვერასოდეს მივიღებთ. როგორი მშვენიერი ცოლიც არ უნდა ჰყავდეს ჯეკს, მაინც ენატრება სხვისა. სასტუმრო კი სთავაზობს მას ლამაზ-ქალს, მის მოწამულ ვაშლს. მისთვის დამამცირებელია ის სამუშაო, რომელსაც ასრულებს. ბენდი არეგულირებს ქვაბის წნევას, ამუშავებს რადიოს, თამაშობს ტენისთან, მაშინ როდესაც ჯეკი ბიუროკრატიას, ეროვნული სპორტის სიმბოლო, ბეისბოლის ბურთის თამაშით ებრძვის. ის ვერ ქმნის ვერაფერს ახალს, ის ბრუნდება ბოთლთან, რისხვასთან და სასტუმროსთან, რომელიც მას აძლევს დროებით გამაყუჩებელს. დარბაზში სასმელი არ არის, თუმცა სასტუმრო მას პატიჟებს, რომ ჯეკმა დაარღვიოს დროებითი ასკეზა, ითამაშოს თავისი როლი. We always remove all the booze from the premises when we shut down. That reduces the insurance we normally have to carry. I'm the kind of man likes to know who's buying their drinks, Lloyd. It's not a matter that concerns you, Mr. Torrance. At least not at this point. Cold Room არის ამერიკის 1920-იანი წლების სალოცავი. ეპოქის, რომელიც სეგრეგაციისა და კოლონიალიზმის პიკს აღნიშნავს. ასევე მინიშნება ოქროს ციებ-ცხელებაზე და სწრაფი გამდიდრების მაძიებლებზე. კრეიდი ჰალორას რასისტული სიტყვით მოეხსენიებს და ჯეკს სასტუმროს მეორედ აცხადებს. A nigger cook. კოლონიალურ კონტექსტში მეორე არის ის, ვინც სტატუს-კვოს ინარჩუნებს. ჯეკის ძალადობა იერარქიის დაცვაა. ის იცავს სასტუმროს სისუფთავეს, ცოლისა და შვილის ჩარევისგან, მის ელიტურობას და უპირატესობას. დამოუკიდებლობის დღის არჩევა კი იმ კაცის ფოტოსთვის, რომელიც ახლა შენობის საკუთრებად არის ქცეული, ღრმად ირონიულია. ბევრად თვალსაჩინოა ადგილობრივი ამერიკელების სიმბოლიკა. მის გასაგებად თუ რატომ არის სასტუმრო ასე მშიერი, უნდა შევხედოთ მიწას, რომელზეც ის დგას. ეს წიგნში არ არის ნახსენები. ფილმში კი ულმანი ამბობს, რომ ეს ადგილი იმდენად ძვირფასი იყო ინდიელთა ტომებისთვის, რომ თავსაც სწირავდნენ მისთვის. The site is supposed to be located on an Indian burial ground, and I believe they actually had to repel a few Indian attacks as they were building it. ლიფტიდან წამოსული სისხლი სწორედ ამ ინდიელთა სისხლის ის ნაკადია, რომელიც ამ მიწიდან ამოხეთქავს. როგორც ფსიქიკაში, ისე ისტორიაშიც განდევნილი ყოველთვის ბრუნდება. სისხლი არის სიცოცხლის კოლოსალური მოცულობა, რომელიც ოვერლუკის ბუფუნების ასაშენებლად დაიხარჯა.
ადგილობრივი ტომების სიწმინდის განადგურებით დაირღვა ჰარმონია, რომელსაც კარლ იუნგი აღწერს როგორც თანამედროვე საზოგადოების მთავარ კრიზისად, სადაც საკრალური საკუთარ მნიშვნელობას კარგავს. კედელზე ჩანს არქეტიპული ნახატი, რომელიც ასახავს დედას, რომელიც ჩულს იცავს. მისი სახელია დიდი დედა. ახლა კი დაპირებული რეფერენსი იუნგის წიგნიდან. ძალიან მეცდები კარგად აუხსნა რას გულისხმობ ამ პარალელით, რომელიც კრავს ნიცშეს იდეებს, ძალადობის და სისასტიკის განმეორებითობას და ადამიანურ გენოციდს. წიგნი ეხება კარლ იუნგის სულიერ გამოცდილებებს, რომლებიც მან ხილობის და ტრანსული მედიტაციების სახით მიიღო და წიგნში აღწერა. პირველი მსოფლიო ომი წარმოდგენილია როგორც კოლექტიური ფსიქოლოგიური კატასტროფა. ის აღწერს სისხლის ზღვას, რომელმაც ევროპა დაფარა. ჩრდილოეთიდან ალპებამდე 10,000-ობით ადამიანის გვამი ტივტივებდა სისხლის ზღვაში. ეს ხილვა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და იუნგი იმდენად შეშინდა, რომ ფიქრობდა, რომ ფსიქოზი ეწყებოდა. ერთ-ერთ ბოლო ხილვაში კი ის აღწერს სიცივეს და ყინვას, რომელმაც მოსახლეობა გააქვავა და სიცოცხლე გაანადგურა. ჩემთვის ერთი უცნაური დეტალია ასევე ყურძნის მსგავსი გაყინული ხილი, რომელსაც ის ასევე აღწერს. იუნგს ეს განმეორებადი ხილვები ჰქონდა 1913 წლიდან 1980 წლამდე პერიოდში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი მან გააცნობიერა, რომ საქმე ჰქონდა კოლექტიურ არაცნობიერთან, ისევე როგორც დენის, რომელმაც წინასწარ ნახა ოვერლუკის აშინელება. ის წერს, რომ რაც გარეთ ბრძოლის ველზე ხდება, არის ადამიანის დათრგუნული, ბნელი მხარის გარეთ გამოვლენა. მისი თქმით, კაცობრიობამ დაკარგა კავშირი ცხოველთან და ეს დისბალანსი სისხლის ზღვაში გადაიზარდა. ნიცშეს ფრაზა „ღმერთი მოკვდა“ არის ამ ცენტრალური მითის ნგრევა, რომელიც ადრე ადამიანს აძლევდა ორიენტირს და დაცულობის განცდას. საკრალურობის უარყოფით თანამედროვე ადამიანი ცდილობს გაექცეს ამ შფოთვას პროფანულ ტექნოლოგიურ სამყაროში, კონფორმიზმსა და მატერიალიზმში. ადგილობრივი ამერიკელების ტომები კი ღრმად სულიერი ბუნებასთან კავშირის მქონე კულტურებია, რომელსაც დასავლური კოლონიალისტური მანქანა ანადგურებს. როგორც ვთქვით, ეს წითელი წიგნი შესაძლოა მხოლოდ სასტუმროს წითელი წიგნია. მით უმეტეს 1980 წელს იუნგის წითელი წიგნი ოფიციალურად არ არსებობდა ფართო საზოგადოებისთვის. არის მინიშნებები, რომ კუბრიკი იცნობდა ამ იდუმალ წიგნს, თუმცა ასეთ რომ არ იყოს, თავად იუნგისთვის ეს ალბათ იქნებოდა იდეალური სინქრონიზაცია. კუბრიკმა განზრახ დაამატა დეტალები, რომლებიც კინგის რომანში არ გვხდება, რათა სასტუმრო კოლონიალურ ძალადობაში დაეფუძნებინა. ბენდის ტანსაცმელი და მისი ვარცხნილობა იმიტირებს ამ კულტურის გარეგან მახასიათებლებს. უფრო საკრალურ სიმბოლოებს კი წარმოადგენს თავად ლაბირინთის იდეა, როგორც ინდიელი შამანების წყევლა. თუმცა ბევრად ცინიკურია სასტუმროს ინტერიერი. სასტუმრო მორთულია მკვიდრი ხალხების ორნამენტებით, აპაჩების, ნავახოს და ჰოპის ტომის ეთნიკური ქსოვილებით, ბელადების ფოტოებით. ეს არის ესთეტიკური კანიბალიზმი. განადგურებული კულტურა დამპყრობლის ფუფუნების საგნად და კედლის დეკორაციად არის ქცეული. საკუჭნაოში თვალსაჩინოდ არის გამოფენილი კალუმენტის ფხვნილის სქილები. ლოგოზე გამოსახულია ინდიელი ბელადი. კალუმენტ ნიშნავს მშვიდობის ჭიბუხს. ჯეკის უკან მათი მოთავსებით კუბრიკი მიანიშნებს, რომ ამერიკის მშვიდობა სამოხმარებლო პროდუქტია თაროზე. ისევე როგორც გერმანია ცნობს ისტორიულ პასუხისმგებლობას ებრაელი ხალხის სიცოცხლის წინაშე, დღეს უკვე ასე ღიად ხდება ადგილობრივი ამერიკელების მიმართ ჩადენილი ისტორიული დანაშაულის აღიარება. ოფიციალური განცხადებების თუ კინოს ენით, ეთნიკური, რასობრივი თუ სხვა ნიშნით დევნილი და დახოცილი ადამიანებისთვის ალტერნატიული ისტორიის შეთავაზებით, თუ სასტიკი რეალობის ჩვენებით. That you are all going to die. თუმცა ეს 1980 წლისთვის ჯერ კიდევ ტაბუდადებული თემა იყო. ამას მოწმობს რამდენიმე წლით ადრე, 1977 წლის მარლონ ბრანდოს ძალიან გახმაურებული ოსკარების ინციდენტი, რომელზეც ის პროტესტის ნიშნად არ მივიდა. მისი წერილი ამ თემის წარმომადგენელმა წაიკითხა, სადაც ის აკრიტიკებს შოუ-ბიზნესს და ამ ხელს თუ როგორ ექცევა ელიტა ადგილობრივ ამერიკელებს, როგორ გამოჰყავთ ისინი ფილმებში, რამაც ორაზროვანი შეფასებები გამოიწვია. And the reasons for this being are the treatment of American Indians today by the film industry. Excuse me. ამავე პერიოდში 1985 წელს პირველად დაიბეჭდა ახლა უკვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკად აღიარებული წიგნი Blood Meridian, რაც სისხლისღვრის პიკს აღნიშნავს. წიგნი ეხება ინდიელთა სკალპებზე მონადირეთა ბანდას, რომელიც უდაბნოში მოგზაურობს და ნელ-ნელა ყველას ხოცავს მატერიალური სარგებლისთვის. ძალიან მძიმე რომანი სავსე ასეთივე მისტიკური და ეგზისტენციალური სიმბოლოებით. აქაც მთავარი ბოროტება თითქოს უძველესი ბოროტი ძალაა, რომელიც საბოლოოდ არასდროს კვდება. თანამედროვე ადამიანის დეგრადაციას წარმოადგენს ასევე უხვად დასაწყობებული ხორცს პროდუქტები. ესეც სამოხმარებლო საზოგადოების და უფუნქციო თეთრი კაცის სახეა, რომელიც რესურსებს განუზომელი რაოდენობით იმარაგებს იმის მიუხედავად სჭირდება თუ არა მას. ეს მიდგომა განსხვავდება ადგილობრივი ამერიკელების ცხოვრების წესისგან და სხვა ბუნებასთან ახლოს სინერგიაში მყოფი ხალხების ფილოსოფიისგანაც. მაგალითად, სვანეთში მონადირე მიცოდა, რომ ნადავლის ნაწილი ნადირობის ქალღმერთის იყო და ორი ჯიხვიდან მხოლოდ ერთის მოკვლა შეეძლო. ადამიანის და ეკოსისტემის ჰარმონიული თანაარსებობა უძველესი ხალხების მთავარი ფილოსოფიური და რელიგიური ქვაკუთხედი იყო. ის რომ ბუნებაც თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფილმში ცალსახაა.
თითქოს ისიც ებრძვის ადამიანებს. სასტუმრო რამდენიმე თვით იზოლირებულია გარესამყაროსგან 30 ოქტომბრიდან 15 მაისამდე, რაც ჯეკისთვის პირველ სამუშაო დღედ ჰელოვინს აქცევს. გარდა ამისა, მუდმივად გვესმის ტელევიზიიდან თუ რადიოდან ამინდის გაუარესების ცნობები, უამინდობა და დაკარგული ადამიანების შესახებ ამბები კოლორადო შტატში. ხოლო ფლორიდაში ამის აპირისპიროდ მაღალი ტემპერატურის შესახებ ცნობები. While Miami continues to swelter in a record winter heat wave, bringing temperatures to the mid and upper 90s, the central and Rocky Mountain states are buried in snow. წიგნში და ფილმშიც ნახსენებია ფიქციური ქალაქი საიდვინდერ, რომელიც რეალურად უდაბნო შხამიანი გველი სახეობაა. ჩვენი მოგზაურობა კი იწყება კოლორადოს გველივით დაკლაკნილ გზაზე, გარდაცვლილთა რექვიემის ფონზე და აბორიგენი ამერიკელების მუსიკის აკომპანიმენტით. ეს არის სასახლე, რომელიც საკუთარი განსასვენებლისკენ მიემართება. ამის შესახებ ამ არხზე მოკლე ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ. შემდეგ ხვდებით სასტუმრო ოვერლუკში და სწორედ აქედან იწყება დამპლური თამაშები. სასტუმროს მენეჯერი ულმანის ოფისში ვხედავთ ფანჯარას, რომელიც არ უნდა არსებობდეს. სანამ სისხლის ერთი წვეთის კი დაეცემა იატაკზე, უბრიკმა უკვე ჩაიდინა ძალადობის პირველი აქტი, მან მოკლა ჩვენი სივრცის შეგრძნება. რადგან მის ხელში სასტუმროს არქიტექტურა დანაწევრებული ჩახლართული გონების კოგნიტური რუკაა, რომელიც ნაცნობ წესებს არ ემორჩილება. როგორც აზრები დასრიალებენ ნეირონებს შორის, სწორედ ასე გვატარებს კუბრიკის კამერა სასტუმროს დერეფანში. დაბალი ვიბრაციის ბასების ფონზე, რაც გაუცნობიერებელ შფოთვას და სუსტ გულისრევას იწვევს. ოვერლუკის არქიტექტურა შეუძლებელია. დერეფანში თამაშის დროს დენიზის ჰიქსის ჰექსაგონის ხალიჩაზე. შემდეგ ჭრაში კი ეს ორნამენტი საპირისპირო მხარეს არის მოტრიალებული. სასტუმროს შორი კადრიდან არასდროს ჩანს ბუჩქების ლაბირინთი. შემდეგ კი ამ კადრში გარეთ დათვალიერებისას ის სასტუმროს შესასვლელთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ესეც იმ შეცდომათა კატეგორიაა, რომელსაც ავანი კუბრიკის გენიას, ზოგიც კი დაფარულ სიმბოლიკას მიაწერს. ალბათ ამასაც უფრო პრაქტიკული ახსნა აქვს, რადგან გადაღებები რეალურ სასტუმროში, ორეგონში მიმდინარეობდა, ხოლო ბუჩქების ლაბირინთის გადაღება უმეტესწილად სტუდიურ პავილიონებში, მათ შორის ასევე დახურულ პავილიონებში მიმდინარეობდა, რათა თოვლის სცენები უამინდობას არ გაეფუჭებინა. ამიტომ რეალური ბუჩქების ლაბირინთი სავარაუდოდ სასტუმროს გვერდით არ იყო აშენებული. რაც შეეხება გადაღების ტექნიკას, მოძრავი ხელის კამერა ანუ Steadicam არის ცნობილი ამერიკელი ოპერატორის და ნიჭიერი გამომგონებლის გარეთ ბრაუნის მიგნება, რომელსაც სურდა ხელის კამერის მობილობის და დოლი კამერის გლუვი მოძრაობის გაერთიანება. მეთოდი თითქმის ისეთივე რევოლუციური მნიშვნელობის იყო, როგორც სერგეი ეიზენშტეინის პირველი ექსპერიმენტები მონტაჟის ხელოვნებაში. სწორედ კამერის ამ გლუვი მოლევლივე მოძრაობით ხდება მაყურებელი ჩუმი დამკვირვებელი. თითქოს ყველაფერს სასტუმროს პერსპექტივიდან უყურებს, როგორც ყოვლის მხედველი თვალი, სადაც არ არის დარჩენილი ინტიმურობის სივრცე და სასტუმრო თავად ხდება პერსონაჟი. ბრაუნმა პირველად ეს მეთოდი როკის გადაღებისას გამოიყენა. ძალიან ცნობილი ფილადელფიის მუზეუმის კიბეზე სირბილის სცენის გადაღების დროს და სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა კინოხელოვნებაში. ველოსიპედით მოძრაობა სტედიკამერის უწყვეტი კადრია, რომელიც სწორედ ამ ემოციური თავბრუსხოვის განცდას ემსახურება. ის ხაზავს შიდა ლაბირინთს, რომელიც შემდეგ სასტუმროს გარეთ ბუჩქების ლაბირინთში გამეორდება. პირველი სცენა თითქოს მარტივი და წრიულია, ყოველი შემდეგი კი ჩვენგან შორს არაპროგნოზირებად მოსახვევებში გრძელდება. ასევე გამოყენებულია ფართოკუთხიანი ლინზები, სადაც ყველა ობიექტი კადრში თანაბრად ფოკუსირებულია. ეს ქმნის კლაუსტროფობიულ შფოთვას მაყურებელში, რადგან უკანა ფონიც ისეთივე მკვეთრი და ნათელია, როგორც მაგალითად მთავარი გმირი. სწორედ ამიტომ მაყურებელი ვერ ხვდება, რაზე მოახდინოს ფოკუსირება. ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო ჩანს. თუმცა კუბრიკის ფილმებში ხომ უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს. ნუ მართლა ასეა. Don't be so grouchy. სწორედ აქ ირთვება ეს მექანიზმი, რომელიც თავიდან განვიხილეთ, ანუ პატერნების ამოცნობა. მისი ფილმები ისე აგებული, რომ არასოდეს იძლევა საბოლოო ინტერპრეტაციულ დაკმაყოფილებას. კოსმოსური ოდისეა თითქმის სრულად უარს ამბობს ექსპოზიციურ ახსნაზე. მონოლითი რჩება ენიგმატურ ობიექტად, რომელიც პროვოცირებს მნიშვნელობას, მაგრამ არ ხსნის მას. ეს ერთგვარი სტრატეგია კუბრიკის მხრიდან ღია დატოვებული შეკითხვა. მაყურებელი აცნობიერებს, რომ რაღაც იმალება ზედაპირის მიღმა და სწორედ ეს გაცნობიერებული სიცარიელე წარმოქმნის ინტენსიურ მოტივაციას, ამოხსნათ საიდუმლო, გაურკვევლობას ზრდის მნიშვნელობის სუბიექტურ შეფასებას, კადრის სიმეტრია, ფერის კონტროლი, განმეორებადი პატერნები და დიალოგები, რას ნიშნავს ხალიჩის ჰექსაგონური ორნამენტი, რატომ იმეორებს ისტორია საკუთარ თავს, სად მთავრდება ფსიქოლოგიური დრამა და სად იწყება მითოლოგია. სივრცე ან თავად სასტუმრო ხდება ლაბირინთი, როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური. თითქოს სასტუმრო ამზადებს ბავშვს ლაბირინთში სიარულისთვის ან იქ დაღუპვისთვის, რასაც კინოს ენაზე foreshadowing ეწოდება. წინასწარი გაელვება, მცირე მინიშნება მომავალზე. დამოკლეს מחვილივე ჩამოკიდებული დანები კედელზე, რომელიც დენიზე მიუთითებს. ეს არის ჩარლზ გრეიდის ისტორიის მიზანიც.
ასევე ვიგებთ, რომ ვენდის უყვარს საშინელებათა ჟანრი. I'm sure she'll be absolutely fascinated when I tell her about it. She's a confirmed ghost story and horror film addict. სხვადასხვაჟორს არსებობს ვენდის თეორია, რომლის მიხედვითაც ყველაფერი უბრალოდ ვენდის გონებაში ხდება. კინგის ვერსიაში ჯეკი არის მოსიყვარულე მამა და კარგი მეოჯახე, რომელსაც სასტუმროს დემონური ძალა დაეუფლება და მას როგორც ავატარს ისე იყენებს. ხოლო კუბრიკისთვის არ არსებობს კარგი ჯეკი. არსებობს მხოლოდ ჯეკი, რომელმაც წარმატებით ჩაახშო თავისი სოციოპათია, მანამ სანამ გარემო მარმისთან ებართვა. ის გვერდს სუვლის გაგიჟების პროცესს. ჩვენ არ ველოდებით, როდის გაგიჟდება ჯეკი, ველოდებით, როდის ჩაიშლება სოციალური კონტრაქტი. ამას კი ხელს უწყობს სრული იზოლაცია გარემოსგან. სწორედ ამიტომ ნათება არ არის კლასიკური ჟანრული ფილმი. ამ ჟანრის უმეტესობა მუშაობს შეშნების რეაქციაზე, ფსიქოლოგიურ პიკზე, რომელსაც კათარსული განმუხტვა მოხვდება. სტანდარტულ ფილმში მცირე სიღრმის ფოკუსი გვარნახობს სად უნდა შევხედოთ, რაც ამცირებს შფოთვას. კუბრიკი კი მას ხელს უშლის საფრთხისა და მის რეალიზაციას შორის არსებული სივრცის გაწელვით. შეში არ არის მოვლენა, ეს არის უწყვეტი ფონური მდგომარეობა. ისევე როგორც მის სხვა ფილმებში, მაგალითად ფართო დახუჭულ თვალებში ყოველი ახალი სცენის კულმინაციად მაყურებელი ელის ეროტიკულ სცენას. ერთ-ერთი პერსონაჟი საბოლოოდ გადალახავს ხვარს, თუმცა ეს არ ხდება. ნათებაში კი, როგორც ვთქვით, ყველაფერი ფოკუსშია, მკვეთრი ფორმებით და ჰიპნოტური ფერებით. ჩვენი რეპტილიური ტვინი ჰიპერფხიზელ მდგომარეობაშია, რადგან არ იცის სად იმალება საფრთხე. ეგრეთ წოდებული ჯამპსკერის უარყოფით კუბრიკი თითქოს დასცინის ამ ჟანრს. მან ცდილობს გითხრას, რომ რამდენიმე წამიანი ზუმი ნიკოლსონის აკაჩულ წარბებზე ბევრად უფრო საშიში სცენა შეიძლება იყოს, თუ მას ფსიქოლოგიურ სარჩულს დაუმატებ. რაც შეეხება ამ ცნობილ კუბრიკის მზერას, ის ყველა პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე სხვადასხვა მესიჯს ატარებს. აქ კი ნიკოლსონს აშკარად სჭირდება ცოტა სიბრაზის კონტროლი. თუ სტენლი კუბრიკს აკრიტიკებენ, ეს კრიტიკაც ხშირად გაზვიადებულია. მას ხშირად ხატავენ როგორც რობოტს, რომელსაც ადამიანი არ უყვარდა. ამის აპირისპირად კი თუ მან რაღაც გააკეთა, ეს აღიქმება როგორც კაცობრიობის უდიდესი მიღწევა. მაგალითად, ვერტმფრენის ჩრდილი ზოგიერთისთვის შეცდომაა, ზოგისთვის კი დამკვირვებლის თვალი. სავარაუდოდ მიზეზი ამ უკიდურესობებს შორის იმალება მარტივ და ძალიან სევდიან პასუხში. ჩვენ ვართ არასრულყოფილი, მწირი ცოდნის მქონე, უსასრულო ცნობის მოყვარე არსებები და თუ ჩვენს შორის ვინმე ცოდნის პატარა ნაგლეჯი წარმოგვიდგინა, რომელიც ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რელიგიური ფანატიზმის დონეზე შეგვიძლია მისი გამართება ან დემონიზება. ზოგჯერ ამ ორივეს ერთობლიობა შეიძლება. თუმცა ადამიანი არ ეძებს მხოლოდ პასუხებს გადარჩენისთვის, რადგან ასეთი ცოდნის გადაცემა თაგვებსაც კი შეუძლიათ. ის ეძებს ხვარს იმ სინგულარულ წერტილს, სადაც ახსნა მთავრდება და იდუმალება იწყება. რადგან სწორედ იქ მოვლენათა ჰორიზონტზე ჩნდება მნიშვნელობის ყველაზე ძლიერი განცდა. ერთია იცოდე, თუმცა ბევრად რთულია მის მნიშვნელობას ჩასვლა. As a successful actor, you can't have one set of theories, and you go mad with realism, and then you come up against someone like Stanley who says, "Yeah, it's real, but it's not interesting." ბოლოდინი და არა საბოლოო პასუხი, აი რა ქმნის мотивაციურ ენერგიას. ღიად დატოვებული შეკითხვა, რომელსაც ეს ფოტოსურათი აჩენს, ასეთივე ნაწილობრივ გაზიარებული ცოდნის მაგალითია. ჯეკი ხელის უცნაური ჟესტით იმეორებს ბაფომეტის პოზას. ბაფომეტი არ არის ერთი კონკრეტული არსება ან ფიგურა. ის სიმბოლოთა ერთობლიობაა, რომელიც აერთიანებს ქალურ და მამაკაცურ საწყისს, ცოდნას და ინტუიციას, სულიერს და მატერიალურს. ეს არის წინააღმდეგობათა ერთობლიობა. საუკუნეების მანძილზე იძენდა განსხვავებულ მნიშვნელობებს, უძველესი პაგანური წარმოდგენებიდან შუა საუკუნეების და ჯვაროსნული ლაშქრობების გავლით დღემდე. შესაძლოა ის წარმოიშვა მუჰამედის დამახინჯებული ფორმიდან და ინკვიზიციის და კუდიანებზე ნადირობის პერიოდში იქცა ცილის სამების და პოლიტიკური დევნის იარაღად. დემონურ ძალებთან კავშირი და დღეს არსებული ფორმა ელაიფას ლივაის წიგნს და სატანისტურ ეკლესიას უკავშირდება. თითქოს ჯეკი სწორედ ამ სატანისტურ ენერგიას განასახიერებს. თუმცა ხელის ეს ჟესტიკულაცია გვხვდება ასევე ტაროს პირველ კარტში, რომელიც გამოხატავს იდეების მატერიაში რეალიზაციას, ერთ-ერთ ჰერმენევტიკულ პრინციპს. ეს არის შუამავალი, რომელიც ერთდროულად ორივე სამყაროში მოქმედებს. გაიხსენეთ იაკობის კიბე. თუ ყველა წინამსჯელობას კუბრიკის პერსონაჟზე გადავიდანთ, მივიღებთ საინტერესო პარადოქსს. სტენლი კუბრიკის კინო ერთდროულად არის ჰიპერრაციონალური კონსტრუქცია, მოწესრიგებული ქაოსი და ამავდროულად ღრმა იდუმალება. მისი ფილმები იმდენად სიმეტრიული, მათემატიკური და ვიზუალურად დახუნცდულია პატერნებით, რომ მაყურებლის გონება ავტომატურად იწყებს კოდის ძებნას. ეს იდეა რეზონირებს ტრანსცენდენტულ იდეასთან. გონება არ არის პასიური მიმღები, იგი გამოცდილებას საკუთარ კატეგორიებში აწყობს. აუზალობა, დრო, სივრცე. სწორედ ამ კატეგორიების კვლევას, დეკონსტრუქციას და ხელახლა შენებას ცდილობს კუბრიკი. კინო თავის მხრივ დიდი ილუზია, რომელსაც ნებაყოფლობით თანხმდები, რომ არარსებული დაგაჯეროს. მაყურებელს ურჩევნია ეს გამოცდილება რეალობად მიიღოს, დროის იმ მონაკვეთში, როცა ის ცალსახად კინო ეფექტებს უყურებს, რათა განცდილი მაქსიმალურად ახლოს იყოს რეალურთან. ისევე როგორც თამაშის დროს მის ცესნება შემქმნელებს ორიდე გამოსახულებიანი მონსტრით შეაშინონ. თუმცა ეს გასაგებია, ემოციური არსებები ვართ და ასეთი დოპამინიც გვჭირდება. ბევრად საინტერესოა ის თუ რას ფიქრობს თავად შემოქმედი.
მუდამ მან ყოველთვის იცის რაში მდგომარეობს ხრიგი. თავად კუბრიკმა თუ იცის რას ნიშნავს X-ის 6-კუთხედიანი ხალიჩა, ან მასაჰირო იდომ თუ იცის პირამიდის თავის მნიშვნელობა. იქნება ეს ყველაფერი მხოლოდ მათი ინტერპრეტაცია იმ შიშების და ემოციების, რაც ყველას გვაერთიანებს და როგორც კი მოჭიდების წერტილს ვიპოვით, მაშინო გვიზიდავს გვაინტრიგებს. თუმცა ბოლომდე ვერასოდეს ვიგებთ. რადგან ეს შეუძლებელიც კია, ვინმე ბოლომდე გადმოსცეს და აღწეროს რას განიცდის. ამიტომ ხშირად შეხების წერტილებით საკმარისია თუ მას ვინმე შემოქმედებაში ვიპოვით. ჩემი აზრით კი სწორედ ამ წერტილთა სიმრავლე ხდის კუბრიკის გენიოსად. პატერნების ამოცნობა და ქაოსის მოწესრიგება ჩვენი ფუნდამენტური ინტელექტუალური იმპულსია. ეს საბაზისო გადარჩენის ინსტინქტია და გარკვეულწილად ამოწურვადიც. უბრალოდ არ უნდა გადახდე ხრამში, ყველას უკვე არ შეჭამო და მოძრავ ბუჩქებთან ფრთხილად იყო. ეს სავსებით საკმარისია გადარჩენა რეპროდუქციის მინიმალური პროგრამის შესასრულებლად. მათ კი ვისაც ჯერ არ არსებულის დანახვა ან გაუკვალავი გზის პირველად გავლა შეუძლიათ, საზოგადოება განსაკუთრებულ სახელს არქმევს. თავზე ხელაღებული, ვიზიონერი, გენიოსი, წმინდანი, შეშლილი. სწორედ ამიტომ გვიყვარს ფილმებიც, რომლებიც ერთი შეხედვით გიჟურ იდეებს აცოცხლებენ. ისინი ყოველთვის მიგვითხრიან სადღაც ახალი მიწებისკენ. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.